მსოფლიო ლიდერები ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შედეგების მოლოდინში არიან. პუტინის მხრიდან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დაანონსების ფონზე უკრაინაზე საჰაერო შეტევები არ წყდება. უკრაინული დრონების თავდასხმების გამო რამდენიმე საათით პარალიზებული იყო მოსკოვის აეროპორტებიც. ბუნდოვანია რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის პერსპექტივაც. ამერიკის პრეზიდენტის შეთავაზების შემდეგ ვატიკანი აუდიენციის მასპინძლობისთვის მზად არის, მაგრამ პირდაპირ მოლაპარაკების თარიღი ახლაც გაურკვეველია. ევროკავშირი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა, ანალოგიურ ნაბიჯს ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისგან ელოდება, რომელიც სასანქციო პოლიტიკისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. ბრიუსელი და კიევი რუსეთს სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს. ეს კადრები რუსეთის მიერ სუმის ოლქში მდებარე სამხედრო ნაწილზე მიტანილ სარაკეტო დარტყმას ასახავს. როგორც კიევში განაცხადეს, რუსეთმა იერეში მაშინ განახორციელა, როდესაც სამხედროები რუტინულ წვრთნებს გადიოდნენ. უკრაინის ეროვნული გვარდიის ცნობით დაღუპულია 6 ჯარისკაცი და მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. რუსეთში კი ამბობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია. სუმის ოლქზე მიტანილი იერიშის შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც კურსკში იმყოფებოდა. პუტინი კურსკს ამ ოლქიდან უკრაინელი ჯარისკაცების გასვლის შემდეგ პირველად სტუმრობდა. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები კვლავად ცდილობენ რუსეთის საზღვრისკენ გადაადგილებას. ვითარება სასაზღვრო ზონაში რჩება რთული, მტრისგან გათავისუფლების შემდეგაც. ზოგადად მთელი კურსკის ოლქი გარკვეულწილად შეეჯახა პრობლემებს, რომლებიც დამახასიათებელია სასაზღვრო ზონისთვის. ყველა მათ შორის ისინი, ვინც ქალაქ კურსკში ცხოვრობენ, შეეჯახნენ ამ პრობლემებს და ახლა რთულ პერიოდს გადიან. პუტინი კურსკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდა. რუსეთში აცხადებენ, რომ ტრამპთან საუბრის შემდეგ დინამიურად მიმდინარეობს მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე. თუმცა კრემლში ისიც თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობები ცალკე იქნება მომზადებული. ცეცხლის 30 დღით შეწყვეტას რუსეთისაგან ევროპული სახელმწიფოების ლიდერები მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებით იმუქრებიან. როგორც მედიით ცნობილი გახდა, უკრაინის ხელისუფლება უკვე მომდევნო კვირას მიმართავს ევროკავშირს თხოვნით, რომ ბრიუსელმა გადადგას უფრო ქმედითი ნაბიჯები რუსეთის იზოლაციისთვის, რაც რუსული აქტივების ჩამორთმევას და უკრაინისათვის გადაცემას, ასევე რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ შეზღუდვების შემოღებას გულისხმობს. მათ შორის არის ინდოეთი და ჩინეთი. უნდა იყოს იმდენი სანქცია, რამდენიც საჭიროა რუსეთის იძულებისთვის სურდეს მშვიდობა და იგრძნოს თავისი აგრესიისა და ომის გახანგრძლივების მცდელობების საფასური სრულად. სწორედ მოსკოვი აჭიანურებს ამ ომს. ამიტომაც რუსული ნავთობი, მისი ტანკერების ფლოტი, ომის დამფინანსებელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მისი ბანკები, ფინანსური სქემები და სამხედრო ინდუსტრია. ყველაფერი ეს უნდა იყოს სანქციების სამიზნე. ამასთან როგორც კიევში, ისე ევროპის დედაქალაქებშიც იმედი აქვთ, რომ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდება ამერიკის შეერთებული შტატებიც. ამის შესახებ ჟურნალისტებთან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. კანცლერ მერცის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ პუტინი ახლა დროის მოგებასთან ერთად ამერიკელებისა და ევროპელების დაპირისპირებას ცდილობს. გასულ კვირას ანტალიაში ჩემს ამერიკელ კოლეგა რუბიოსთან საუბრისას გავაცნობიერე, რომ ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვინდა ერთი მიმართულებით ვიმოძრაოთ. ამერიკის შეერთებული შტატებიც ელოდება, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვა. და სხვათა შორის, ჩემი შეფასებით ამერიკულ სპეციალურ ოფისში ასევე მზად არიან სანქციებზე ფიქრისთვის, ასე რომ ამ მხრივ ჩვენ ჰარმონიაში ვართ. ის რომ სანქციების გამკაცრება და კიევის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა გამორიცხული არ არის, დაადასტურა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც. ამასთან ერთად, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება და ამიტომ პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ მოსკოვის მიმართ სანქციების მუქარა ახლა არ არის მიზანშეწონილი. ძირითადი გამოწვევა, რაც უკრაინაში გვაქვს, არის შემდეგი. რუსეთს სურს ის, რაც ამჟამად არ აქვს და რაზეც უფლება არ გააჩნია. და უკრაინას სურს ის, რისი სამხედრო გზით დაბრუნებასაც ვერ შეძლებს. და ეს არის პრობლემის არსი. ჩვენი რწმენა, პრეზიდენტის რწმენა არის ის, რომ ახლა თუ სანქციებით დაიწყებ მუქარას, რუსები საუბარს შეწყვეტენ. და ღირებულება აქვს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მათთან საუბარი და მათი მაგიდასთან მიყვანა. სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისა და არაერთი დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინაში ომი გრძელდება და ზავის გამოცხადების პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანია. უკრაინის შეერაღებული ძალების ცნობით, რუსები აგრძელებენ შეტევით ქმედებებს დონბასში. ბოლო დღეებში რუსები გააქტიურდნენ პოკროვსკთან, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს პოზიციების შენარჩუნება უჭირთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ ისინი ელოდებიან რუსეთის წინადადებებს, ხოლო დონალდ ტრამპი რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოდის. როგორც ცნობილია, რომის პაპმა უკვე დაადასტურა, რომ მზადაა სამშვიდობო პროცესს უმასპინძლოს.